ენერგეტიკის თემაზე ვისაუბრებთ. პირდაპირ ეთერში მე მივესალმები გადაცემის თანაწამყვანს და ჩვენს ანალიტიკოს ენერგეტიკის სამითხებში გიგა თვაურს და ძალიან მიხარია გიგა მოგესალმები. ხო, ახალ სეზონზე და 2025 წელს პირველი შეხვედრა არის ჩვენი ერთობლივად ეთერში და ძალიან მიხარია რომ ჩვენი ძალიან საინტერესო და საფლაგმანო რუბრიკა, რომელიც ენერგეტიკის კუთხით არის დენომინირებული, ერთ-ერთი საფლაგმანო რუბრიკა, დღეს დაიწყება ძალიან საინტერესო ადამიანით და ჩვენი პარტნიორით და მეგობრით. ძალიან მიხარია რომ გრედათი ხსნით ჩვენს ენერგეტიკულ კვირეულს და მთლიანად წელს. გისმენთ ყურადღებით, მოგესალმებით პირველ რიგში გიგა და მოგესალმებით სანდრო, მოგილოცავთ და ასევე მაყურებელს მიულოცავ შობა ახალ წელს, კარგი სპონტანი და სიყვარულის მომტანი წელიწადი ყოფილიყოს. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, კი ბატონო. აუცილებლად. კი ბატონო, ხსნით ენერგეტიკით, მოკლედ ენერგეტიკის მონეტიზაციას, ჩვენს რუბრიკას და ჩვენი სტუმარი იქნება მაია მელიქიძე, როგორც უკვე დაანონსე გრედას აღმასრულებელი დირექტორი, რომელთანაც ერთადაც შევაჯამებთ გასულ 2024-ს და მომავალი 2025-ის პერსპექტივებზეც ვისაუბრებთ. მოგესალმებით მაია, ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ხსნით წლის პირველ ენერგეტიკულ რუბრიკას, ენერგეტიკულ მონეტიზაციას. შევაჯამოთ 2024 როგორი იყო და რა ძირითადი ასპექტები გამოიკვეთა ამ წელს. მოგესალმებით, სანდრო, გიგა. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გილოცავთ ახალ 2025 წელს შობას. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები გავიარეთ, იმიტომ რომ ეს წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი, ბუნებრივია, იმიტომ რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. გადამწყვეტი არის ის, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტი არის დღის წესრიგში და აუცილებლად წლევანდელი წელი უნდა იყოს ის წელი, რომლის ბოლოსაც, უკვე 2025-ის ბოლოსაც ჩვენ ხელშესახებ შედეგზე ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეგრეთ წოდებული დამაგროვებლის მშენებლობა, აუცილებელია ეს აღნიშნოს, სტორიჯის მშენებლობა, რომელსაც აფინანსებს აზიის განვითარების ბანკიც და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არის ასე ვთქვათ, მმართველობით პროცესში ჩართული. გადამწყვეტი არის ის, რომ feasibility study უკვე დასრულებულია, ეს იქნება პირველი პროექტი საქართველოში და ახლა უკვე ეს წელი იქნება სწორედ ის წელი, როდესაც დაიწყება მშენებლობის პროცესი. ამიტომ ეს გარდამტეხი იქნება, შეიძლება ითქვას, ახალი ერისთვის, ახალი ასე ვთქვათ, ეპოქის დაწყებისთვის ენერგეტიკაში, როდესაც ჩვენ გვექნება ეგრეთ წოდებული სტორიჯები. ამას ემატება კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები, რაზეც ჩვენ ახლა პრინციპში ვსაუბრობდით, სანამ ეთერი დაიწყება და ეს არის განახლებადი ენერგოწყაროების მაქსიმალური ათვისება. ჰიდროენერგეტიკა იყო არის და აუცილებლად გვჭირდება მისი გამრავალფეროვნება. გულისხმობ როგორც მომდინარე ჰესებს, ასევე კასკადური ტიპის ჰესების მშენებლობას, ასევე მარეგულირებელი ჰესების მშენებლობას, ის მსხვილი პროექტები აუცილებლად უნდა აშენდეს და ამასთანავე მიემატოს მცირე და საშუალო ტიპის ჰესები, რომელიც იქნება მოდინებაზე მომუშავე და იქნება კასკადური ასევე ხასიათის. რაც შეეხება მზეს და ქარს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ მზის და ქარის ენერგია არის დამხმარე ენერგია. სწორედ აი ახლა ცივილური სამყარო ზამთრის პერიოდში ქარს იყენებს აქტიურად, ვინაიდან მზის დეფიციტია გარკვეულწილად და მათ შორის ჰიდროს დეფიციტიც არის. მდინარეებში წყლები ზუსტად გიგა, იმიტომ რომ იყინება, ასე ვთქვათ, მდინარეები ამ პერიოდის განმავლობაში და ამიტომ გამომუშავება ვერ იქნება აქტიური, სწორედაც ქარის გამოყენება ხდება ხოლმე ცივილური სამყაროს მიერ. აქ ჩვენ ვაწყდებით ერთ გამოწვევას, ეს არის ქსელში ინტეგრაცია. იმიტომ რომ ეს არის არამდგრადი ენერგია, ვოლატილური ენერგია და ქსელი ამ ყველაფერს ვერ უძლებს, იმიტომ რომ ქსელური კომპანიის პასუხისმგებლობა არის უწყვეტი, მდგრადი, საიმედო მომარაგება მომხმარებლების. სწორედ ამის გათვალისწინებით გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ამასთანავე რაიონების და რეგიონების პრობლემა გვაქვს გიგა, იმიტომ რომ აი აშკარად იგრძნობოდა ახლა უკვე სეზონი არის მოგეხსენებათ და ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით მართალია არ არის სირთულე, მაგრამ ხარისხთან მიმართებაში გვაქვს უკვე გამოწვევა. აუცილებლად უნდა შევეხოთ ენგურჰეს სისტემას და აფხაზეთის თემას, რაც ალბათ ძალიან მტკივნეული არის ჩვენი მოსახლეობისთვის. მივიღეთ მოცემულობა, ყოველ შემთხვევაში 24 დავხურეთ ისე, რომ ენგურში წყალი ფაქტობრივად არ იყო, რამაც გამოიწვია აფხაზეთის მხარეს ენერგეტიკული დეფიციტი. აი ამ ყველაფრის ანალიზი მინდა გავაკეთოთ, რამდენად მოქმედებს ეს ჩვენს ენერგოსისტემაზე, მოგვიწევს თუ არა ჩვეულებრივზე მეტი ენერგიის ყიდვა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხა მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა და სავარაუდოდ მინიმუმ 2 თვე არ გამოქვეყნდება ეს კოსმიერ. აი ეს მოცემულობა რას გვაძლევს და უფრო მეტად ხო არ გახდა დღის წესრიგში ის ენერგო დეფიციტის საშიშროება და უფრო მეტი ენერგო დამოკიდებულება მეზობლებზე.
ძალიან კარგი კითხვაა, გიგა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. აფხაზეთი არის სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ თავის დროზე ზეპირსიტყვიერის შეთანხმება შედგა იმასთან მიმართებაში, რომ 40% უნდა წაეღო გენერირებული ელექტროენერგიის ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის აფხაზეთს, ხოლო 60% უნდა დარჩენოდა დანარჩენ, ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიას. თუმცა ეს პარიტეტი ნელ-ნელა შეიცვალა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოთხოვნა ელექტროენერგიაზე იზრდებოდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტორი. ენგურჰესი გაყიდული, ანუ მიწოდებული ელექტროენერგიიდან შემოსავალს, ანუ თანხობრივი თვალსაზრისით ვერაფერს ვერ ღებულობს. ეს სერიოზული დარტყმაა თავად ენგურჰესისათვის, იმიტომ რომ შემოსავალი მას არ აქვს შესაბამისი აფხაზეთიდან. ეხლა რაც შეეხება იმას, რეალურად გამოვლინდა ის ბოლო პერიოდში, რომ მაინერების დამონტაჟება მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი დოზით, ანუ კრიპტოვალუტის მწარმოებელი, ასე ვთქვათ, მექანიზმების, რომელიც ითხოვდა უფრო მეტ ელექტროენერგიას და ბუნებრივია, აქ უკვე გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სენსიტიური თემაა აფხაზეთის თემა, 40-60-ის დაცვა ვეღარ ხდებოდა, ანუ უფრო მეტი მიქონდა ელექტროენერგია, ვიდრე ვთქვათ, იყო ზეპირსიტყვიერი, შეიძლება ითქვას შეთანხმება. მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ელექტროენერგიის მოხმარება მიწოდების, ანუ მათ შორის რუსეთიც აწვდიდა აფხაზეთს ელექტროენერგიას და გარკვეული პოლიტიკური დგენელიდან გამომდინარე, ეს კომპონენტი შემცირდა რუსეთიდან, ამიტომ მთლიანად შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სამარა დარჩა აფხაზეთი. ამ დროს ენგურჰესი მთლიანად ვერ შეძლებდა ბუნებრივია აფხაზეთის მომარაგებას ელექტროენერგიით. ამიტომ შენი თქმისა არ იყოს გიგა და იგივე სანდრო თქვენც როგორც აღნიშნეთ, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვერდში დავუდგეთ აფხაზეთს, მაგრამ ამის გათვალისწინებით ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რადგანაც ჩვენი საკმარისი არ გაგვაჩნია გიგა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იძულებული ანუ ლოგიკურად მივიდივართ იმისკენ, რომ იმპორტი გაიზრდება და ის იმპორტის მაჩვენებელი გაიზრდება. კი, ზუსტად ეგრეა. სენსიტიური თემაა საკმაოდ, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ ახლა ისევ მზეზე და ქარზე. მზეზე და ქარს ეხება ძირითადად ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის დადგმული მაქსიმალური სიმძლავრე 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე მცირდება. თქვენც არაერთ მედიაში აღნიშნავთ, რომ ეს იყო 500 კილოვატამდე გაზრდა, ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მამოტივირებელი, რამაც საქართველოში ხელი შეუწყო პირდაპირ თქვათ მზის ენერგიის განვითარებას. როგორ ელოდებით თქვენ, ჩვენ ყავდა ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არც თუ ისე პოზიტიური მოლოდინებით ხვდებიან 2025 წელს, როგორია გრედას ანალიზი, ეს შემცირება გამოიწვევს თუ არა მოთხოვნის შემცირებას და საბოლოო ჯამში თუ არ ხომ არ დავბრუნდებით იმ წერტილზე, რომლიდანაც დავიწყეთ წინსვლა. რეალურად მთავარი გამოწვევა, რამაც გამოიწვია ეს 500-დან შეიძლება ითქვას იდეა, რომ 100-მდე შემცირდეს, ბიზნესს ჰქონდა სურვილი, რომ 500 გამხდარიყო 1000. მაგრამ მარეგულირებელმა განიხილა ეს და ამასთანავე Energy Community-სგან, ანუ ენერგეტიკული გაერთიანებისგან მიიღო გარკვეულწილად რეკომენდაციათა პაკეტი და აქედან გამომდინარე ლოგიკური მსჯელობით ფიქრობს, რომ 500 გახადოს 100. ეს ბიზნესისთვის იქნება სერიოზული გამოწვევა, ვინაიდან ძალიან ბევრი კომპანიისთვის შეიძლება გახდეს იმდენად რთული, რომ არ გამოვრიცხავთ ვთქვათ, მათ მიიღონ გადაწყვეტილება გაყიდონ საკუთარი ბიზნესი. თუმცა ნახეთ ეს საიდან მოდის, ინტეგრაციიდან მოდის ქსელში. ზოგადად ენერგოპროს ჰქონდა შესაძლებლობა ქსელში ინტეგრაციის მაჩვენებიდან გავდნენ, ტექნიკურ მაჩვენებლებზე აქ საუბარი, რომ 8% მიიღო და ასე ვთქვათ მოეხდინა მომსახურება. შემდეგ მოხდა ისე, რომ სემეკის გადაწყვეტილებით 14%-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, მაგრამ მიუხედავად ამ ზრდისას, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ ეს 14%-იც უკვე შეიძლება ითქვას ამოვსებულია. 2027 წლის 1 იანვრიდან ჩვენ net metering-იდან გადავდივართ net billing-ზე. ანუ ნეტო აღრიცხვიდან გადავდივართ ნეტო დარიცხვაზე, ხო, აი ესე ტერმინებითაც დაახლოებით. უბრალოდ აქ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ 2025 წლის თებერვლიდან, როდესაც მოხდება ამ რეგულაციის მიღება 2027 წლის 1 იანვრამდე, რა სქემით იქნება ეს პროცესი მართული. აი ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც რეალურად ბიზნესს გააჩნია და რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს გარკვეულწილად დისკუსიას და აზრთა შეჯერებას. ძალიან დიდი მადლობა და უკვე ბოლო შეკითხვისკენ წავალ, რომ გარკვეულწილად შევაფასოთ მოლოდინებზე ვისაუბროთ, ცოტა რთულია მოლოდინებზე საუბარი, მაგრამ 20-25 წლის რას ველოდებით, რას ველოდება გრედა, ველოდებით თუ არა გენერაციის ობიექტების ზრდას და ზოგადად ორი სიტყვითაც კი ორი შეკითხვის წინ გითხარით, მაგრამ გენერაციის ობიექტების ზრდის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც რომ
არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, გიგა, არამედ ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის კრიტიკული, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც სხვა წყაროები არ გაგვაჩნია გარდა ერთისა, ეს არის რუსული ელექტროენერგია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, რეალურად მათი ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე პირიქით იქით საჭიროებენ ისინი ელექტროენერგიას და მოხარულები იქნებიან, რომ ჩვენ მივაწოდოთ ელექტროენერგიას. სწორედ აქედან გამომდინარე კრიტიკულია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გენერაციის ობიექტების, რაც შეიძლება სწრაფი მშენებლობა. ამის გარეშე პრინციპში წარმოუდგენელი არის უკვე ჩვენი ქვეყნის მათ შორის დოვლათის შექმნაც კი, იმიტომ რომ ელექტროენერგიის გაყიდვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია სერიოზული შემოსავალი, როგორც სახელმწიფომ გულისხმობ, აქ კონკრეტულად თითოეულა ბიზნესზე არ მაქვს საუბარი, როგორც სახელმწიფომ შეიძლება ითქვას დავაგენერიროთ და ამასთანავე ბირჟა აუცილებლად, რომელიც დაანონსებული არის, რომ 2025 წლის 1 ივლისს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით გარკვეულწილად კიდევ უფრო მეტად იხსნება და რამდენიმე ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად იდგმება, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისითაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. არ მინდა რომ ისე დავასრულოთ განცხადება, რომ ბირჟაზე არ კითხოთ სამწუხაროდ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის სტუმრობა არ მოხერხდა ჩვენს გადაცემაში, მიუხედავად ჩვენ დიდი მცდელობისა, მაგრამ მინდა რომ თუმცა მოხერხდება დარწმუნებული. თქვენ შეგაფასებინოთ ზოგადად ბირჟის როლი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში და ევროკავშირთან, ევროპულ ენერგი კომიუნიტისთან მიერთებაში. ხო, ორი წუთი გვჭირდება, მაგრამ ბირჟას ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე ვიზღვნათ უფრო ვრცელი ეთერებიც და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ვრცლად მაიასთან ერთად ვისაუბრებ დეტალურად, თუმცა მანამდე 2 წუთში რასაც მოვასწრებ. ზუსტად 2 წუთში იმას ვიტყვი, რომ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვისთვის ბირჟას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გამჭირვალეობა, კონკურენტუნარიანობა, აი ეს პროცესი, რაც ჭირდება ინვესტორს და რაც არის მისთვის ღირებული, მას სწორედ ამის გარანტიას იძლევა ბირჟა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბირჟაზე რაღაცა თვალსაზრისით კიდევ უფრო იქნება ცვლილებები და უფრო საიმედო. ბირჟის ხელმძღვანელს რაც შეეხება პირადად შევეხმიანები და გავარკვევ თქვათ რა და როგორ არის ახლა რა პროცესები მიმდინარეობს, იმიტომ რომ წლის დახურვასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან შეაფასებდა ასე თქვათ და ანგარიშს ამზადებს ალბათ უკვე როგორ ჩაიარა ამ 6 თვემ, პირველმა 6 თვემ, იმისათვის რომ მე თუ რამე შეცდომები იყო, რამე გამოწვევები იყო, რამე სირთულეები იყო, ამის შესახებ უფრო ღიად ვისაუბროთ და ვნახოთ ერთად გამოსავალი, ერთად. მხოლოდ ერთი მხარე ვერ იქნება აქ წარმატებული. სხვადასხვის პოსტსაახალწლო პერიოდი არის სიყვარულის და სითბოს გაზიარების პერიოდი. სიყვარული გიახსენე, გჭირდება სიყვარული ქართულ ბიზნესში და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთი საფლაგმანო რუბრიკა თქო, თქვი ენერგეტიკის მიმართულებით და მართლა ასეა. იმიტომ რომ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ეს ინიციატივა წამოვჭერით, გრედა ხასუსვალ იყო პირველი მედროშე, რომელმაც სრულად ხარი დაუჭირა აი ამ ინიციატივას, რომ საზოგადოებაში მომხდარიყო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში მომხდარიყო სწორად, ესე ვთქვათ, მესიჯების მიტანა, რაც ენერგეტიკას უკავშირდება და ამისთვის მე მაია მელიქიძეს ცალკე და პირადად ვუხდი ძალიან მადლობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ახორციელებს ზოგადად აი ამ სექტორის განვითარებისთვის და ასე შემდეგ. მადლობა ასევე ჩვენს ანალიტიკოს, ეხა ისე მიყურებს, რომ არ მინდა ნაწყენი დაგვრჩეს. აი, ნამდვილად ხვალ უკვე დილის ეთერს და ხვალ უკვე დილის მონეტიზაციას დილიდან გიგათვაური ჩაიბავს, ძალიან საინტერესო გადაცემა გელით წინ, ასე რომ დარჩით პალიტრა ნიუსზე. დიდი მადლობა მაია მელიქიძეს, ტრადიციულად ძალიან საინტერესო აქცენტებისთვის და მსჯელობებისთვის. ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემები დავგეგმეთ მიმდინარე წელს ენერგეტიკული რუბრიკის ჭრილში და მოკლედ ამას ერთად განვახორციელებთ.